მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრი შოშეშვილი გახლავართ. ეს არის მეორე სეზონის ბოლო გადაცემა, ამიტომ გადავწყვიტე რომ მონოლოგი ჩამეწერა და გარკვეულწილად შემიჯამებინა როგორც წელი, ისე გარკვეულწილად ის პროცესი, რაზეც ის დისკურსი, მოდი ესე ვთქვათ, რაზეც აი ამ ნახევარი წლის განმავლობაში, იანვრიდან დღემდე ვისაუბრეთ და რაზეც გავამახვილებთ ყურადღება, რაც იყო მნიშვნელოვანი და რა ინფორმაციებიც მოკლედ გავიგე ამ პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აქციები, რომლებიც დაიწყო წინა წელს ხო უფრო აქტიურად, თუმცა იმის წინაც იყო ეგრეთ წოდებული აგენტების კანონების შესახებ, ხო? გავლენის აგენტების შესახებ, რასაც რუსული კანონი უწოდებს. პირველად მოახერხეს და გაიმარჯვეს, როდესაც ხალხის ძალამ შეიტანა ეს კანონი, ხოლო მეორედ უკვე, როდესაც უკვე ქართულმა ოცნებამ შეიტანა, ნათელი გახდა, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ აღარ აქვთ ის ძალა, რა ძალაც ჰქონდა, უამრავი ადამიანი გამოვიდა იმიტომ, რომ ქართულ სივრცეში, ქართულ რეალობაში NGO-ებს ჰქონდა ისეთი იდეოლოგიური გავლენა, განსაკუთრებით თბილისში, რომელმაც დააჯერეს ხალხს გარკვეული რაღაცა ნახევრად მითოლოგიური, რელიგიური ნარატივი, სადაც ეს ევროკავშირი არის უალტერნატივო სიკეთე, საუბრობდნენ ხოლმე მის დადებით ხარაზე, თუმცა მესმის შეიძლება აბსოლუტურად პროპაგანდისტულად, აბსოლუტურად იდეოლოგიურად შენ მხოლოდ ეს ნაწილი ამ ნაწილზე გაამახვილო ყურადღება და მართლაც ევროკავშირის ბევრი სიკეთე გააჩნია და ბევრი პლუსი გააჩნია, მაგრამ არ ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ნაკლოვანებებზე, რაზეც ბევრი ქვეყანა, ბევრი ევროსკეპტიკოსი საუბრობს, სადაც საუბარია ეკონომიკურ უთანასწორობაზე ევროპულ სახელმწიფოებს შორის, სადაც საუბარია გარკვეულ იმპერიალიზმზე, სადაც მაგალითად გერმანული ბანკებსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები, როდესაც იყო და საბერძნეთის კრიზისი, როდესაც იყო, იქ გამოჩნდა ესეთი ურთიერთობა, რომ თურმე იერარქიული ყოფილა და თურმე უფრო მეტად ის განვითარებული სახელმწიფოები, როგორც გერმანია, საფრანგეთია, ისინი უფრო ხეირობენ ამ კავშირით, ვიდრე მაგალითად ისეთი სახელმწიფოები, როგორც საბერძნეთია და მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებდით ევროკავშირს, სადაც ჩვენ თითქოს ინტერესები არ უნდა ქონოდათ და მხოლოდ რაღაც სამოთხეში ედემის ბაღში შესვლას ვნატრობდით. წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა გარკვეულწილად კულტურული ელიტები, ეს კულტურული ელიტები იყო დასაყრდენი სწორედ აი რაღაცა კოლონიალური ცნობიერების, შემთხვევითი არ არის, რომ ამ ჩვენ დისკურს აკლია რაციონალიზმი, აკლია ესე ვთქვათ მათემატიკა, დათვლა, მოგების და წაგების დათვლა აკლია აბსოლუტურად, არის ძალიან ესეთი ბევრ ისეთ გზნობაზე დამყარებული და ისეთ ისტორიულ მოვლენაზე დამყარებული, რომლის შეფასება, რომლის გაგება ჯერჯერობით ჩვენ ვერ მოვახდინეთ, მაგალითად არის ერთი მხრივ იმ ძიმე გამოცდილებაზე, რაც დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ გავიარეთ, აფხაზეთის ომი იქნებოდა, ცხინვალის კონფლიქტი იქნებოდა, 2008 წლის ომი იქნებოდა და იმ წყენაზე, რაც საქართველოს რუსეთის მიმართ გააჩნია, რადგან სწორედ რუსული გავლენების შედეგად გახდა, რომ შესაძლებელი, რომ ის რეგიონები დღეს არ არის საქართველოს იურისდიქციის შემადგენლობაში. მეორე მხრივ ჩვენი გარკვეულწილად აბსოლუტურად არასწორი შიდა პოლიტიკის შედეგად და იმ ნაკლოვანებების შედეგად, რამაც გამოიწვია ამ პოლიტიკამ, რამაც გამოიწვია ამ ეკონომიკამ, მოხდარიყო გადაბრალება წარსულზე, საბჭოთა წარსულზე და რუსეთზე და ეს მოხდარიყო ისე, რომ პასუხისმგებლობა ჩვენივე დანაშაულებზე, ჩვენივე შეცდომებზე ჩვენ არ აგვეღო და ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან ისეთი მძიმე და ძალიან ისეთი მძლავრი არის ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიტყვით რომ რაღაცები
ჩვენი ბრალი იყო, მაშინ მოგვიწევს სხვანაირად აზროვნება, სხვანაირად მოქმედება და ამის ჯერჯერობით ეტყობა ფსიქოლოგიური უნარი ბევრ ადამიანს საქართველოში არ აქვს, ამიტომ ძალიან მარტივად შავი და თეთრის ლოგიკით მსჯელობენ, სადაც ყველაფერი რაღაც შენი ნაკლოვანებები, შენი ბრალი კი არ არის, არამედ არის შენი მოწინააღმდეგის ბრალი. და ის ვინც მიუთითებს, რომ არა, იცით, თქვენი ბრალია, ეს რა თქმა უნდა ყოველთვის აღიქმება როგორც ტრის აგენტი და რაღაცა ტრული გამონათქვამი, ხო? ამიტომ აი ამ საზოგადოების დიდ ნაწილში არ არსებობდა რაციონალური გააზრებები და ყველა ცვლილება აი ამ ნარატივისგან გადასვლა ხდება ეგ საზოგადოებები და ხდებოდა ისტერიულად, ხდებოდა პანიკური შიში არის, რომ ამ ნარატივს არ გავწევს აგრესიიან და ყველა ეს რაღაცა დაბიო და არაცნობიერი, მოდი ესე ვთქვათ, გაუცნობიერებელი ფსიქიკური მდგომარეობები ყალიბდებოდა აი ამ პროცესის ირგვლივ. აი როგორც კი ვინმე იტყოდა, რომ დროა გაუცნობიეროთ, აი აგრესია მიემართებოდა ამ ადამიანის წინააღმდეგ. ამიტომ უფრო რაღაც ქართული პოლიტიკური მითოლოგიას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ რეალობაზე, რა რეალობაც რეალურად იყო, ხო? მითოლოგია ჯაბნიდა პოლიტიკას და კულტურული ელიტები რას აკეთებდნენ? კულტურული ელიტები ამძაფრებდნენ ამ პოლიტიკურ მითოლოგიას, ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ მართალია თქვენი ბრალი არაფერი არ არის, ეს არის ყველაფერი საბჭოთა კავშირის ბრალი, ესაა ყველაფერი რუსეთის ბრალი, ის რომ მენდუქიძემ ეს ეკონომიკური რეფორმები ჩაატარა და თქვენ უმრავლესობა უმუშევარი გახდა, სიღარიბის დონე მოიმატა, ეს იყო საბჭოთა გადმონაშთები, ის ხალხი რომელმაც იზარალეს და ჩვენ ევროპელმა ქართველებმა პირიქით ვიხეირეთ და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. მე ამ მითოლოგიამ რა თქმა უნდა ესეთი აზროვნება რო გაქვს აუცილებლად შექმნი შიდა მტერს, რომელსაც გაავებით ეომები, ეს შიდა მტერი არის ყველა ის ვინც შენგან განსხვავებულია, შენგან განსხვავებულად აზროვნებს, შენგან განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს და იქნებოდა გარკვეულწილად აი ესეთი პროცესი, რასაც შეიძლება დავარქვათ ბნელი მოძრაობა. აი ეს ბნელი მოძრაობა, რომელიც ფერადი ტანსაცმელები და ფერადი ახალგაზრდობის სახელით ხდებოდა, სახელს უსვამხას, ატარებდა აი ამ სიბნელის დიდ ნაწილს, რომელიც გადატყდა. აი გადატყდა ბოლო ხანის განმავლობაში. გადატყდა იმით, რომ საკუთარი თავი თვითონვე დაღალეს, თვითონვე იმის ნაცვლად, რომ რაღაცა ლოგიკური ალტერნატივა შეექმნათ, ვერც ერთი ნორმალური სტრატეგიული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ფაქტია, რომ თბილისი ოცნებამ წააგო. თბილისი წააგო უმრავლესობა ოპოზიციისა და საკმარისი იყო, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო, მაგალითად ერთ კანდიდატზე, საკმარისი იყო, რომ გარკვეულწილად ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომ მას ექნებოდა, მე ვერ ვიყრი რომ გაიმარჯვებოდა, მაგრამ სერიოზული ძალა ექნებოდა და შეიძლება სულ სხვანაირად ყოფილიყო ამ არჩევნების ბედი, მაგრამ ყველა კარგად ხვდებით, რომ ეს არის აბსოლუტურად უსტრატეგიო, უშინაარსო, კოლაბორაციონისტი ძალა, რომელსაც უბრალოდ არ აქვს იმის უნარი, რომ თვითონ ქონოდა რაღაცა ძალა და რეალური სტრატეგია შეექმნა, გამარჯვების სტრატეგია დაედო. ისინი პრინციპულად ვერ დადებენ გამარჯვების სტრატეგიას, ისინი პრინციპულად დამარცხებულები არიან და შემთხვევითი არ არის, რომ ისინი პირწმინდად დამარცხდნენ. და დღეს მათი ლიდერების დიდი ნაწილი სწორედ ციხეში იმყოფება. ეს და რაც თავარია, ციხეში რომ იმყოფებოდეს და ხალხი ღელავდეს ამაზე, ეს ერთი მომენტი იქნებოდა და ვიტყოდით, რომ აქ რაღაცა სხვა პოლიტიკურ პროცესებთან აქვს. არა, ციხეში იმყოფებიან და